ძვირფასება ნახეთ. ვაკეთებ ფეიხოას კომპოტს. ჩავალაგებ. 3 გამომივიდა იმიმებიდან და აი ეს დავჭერი. ამით ცოცხლად შევინახავ, გავატარებ და ისე. ეხა წყალს ვადუხებ. მოკლედ ქილები გავასტერილე, ანუ დუღარეში ამოვავლე კარგად. მე დაიწრიტა და მე ჩავყარე ეს ფეიხოა და მე სამი ჭიქა შაქარი, მეტი არ უნდა. всё, ეხლა აქ დავაფინე აი ესეთი გამრეცხეთხეს გაშლენ და ესენი დავაფინე, იმიტომ რომ იქ ზემოთ მიდევს ის საბანი, რომელსაც ვიყენებ ხოლმე და ესენიც საკმარისია. კიდე რამეს მოვახერხებ მე. ღონდი იქ ვერ ავძრები და ეხა დუღს ეს უკვე კარგად იდუღებს და ესე მოვასხავ და შევფუთავ. აი ეგ არის ამის სტერილიზაცია, რომ თავისით გაგრილდება და მე შევინახავ იქ საკუჭნაოში. აი გამოირთო. ეხლა უკვე შავასხავ. წესიერად მოიქეცი მეთქი გოდერძი და წაიკითხე წიგნი. იმედია წყალი ეყოფა. იმიტომ რომ ძალიან გლომად მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს ეყო. მოკლედ. აი ეს უნდა ამოვავლო ისე ვერ იმას ვისა. ეხა ეს კარგად უნდა მოუჭიროთ აქ თავზე. გადავუჭიროთ. ავაყირაოთ და აი ასე. იქ რომ ვფუთავთ ძვირფასებო. ეგ არის ამის სტერილიზაცია. არ უნდა იქ ქილა ქვაბში და მე რომ 20 წუთი ან ნახევარი საათით რო აკეთებენ. ამას არ საჭიროებს. აი შრალია. დავტოვებ კიდე ცოტა ხანს, მე ესე თავით უნდა დავდოთ. აი ასე. აი ასე. დავდებ ეხლა და შევფუთავ უცებ. ოი. მე თორე ცხელი. აი ასე. ეხლა მეორეც მოვაფაროთ. აი ასე. აი ასე ვაკეთებ. აი უყურეთ. აი აქ მაქვს დამალული. ასე ვაკეთებ სულ კომპოტებს, ნებისმიერისას არა აქვს მნიშვნელობა. ყოველ ჯერზე ერთნაირად. ადუღებულ წყალს დუღილის პროცესშივე ვასხამ, შაქარი გავღობა, თავით დავდებთ და შევფუთავთ. всё, მეტი არაფერი არ უნდა. არასოდეს აი რამდენი წელია სულ ვაკეთებ 2006-დან. აი 20 წელი გავამალი. სულ ეგრე ვაკეთებთ და მე არ მახსოვს და არც არავის რომ აი მაგალითად ჩემი კომპოტები გასკდა რაღაცა. მახსოვს 2006-ში თბილისში ვიყავი და იქ ვაკეთებდი. ჩემი ხაზი ეკა მეუბნებოდა აი მეთათია. ხედავდა როგორც ვაკეთებდი. როგორ მიშია, იმიტომ რომ მე ყოველთვის სტერილიზაციას ვკეთებ, მაგრამ ჩახაშვილი ქონდა ყოველთვის ნაყოფი. აი ეს არ მომწონდა, ამიტომ ასე ვაკეთებდი. ჩვეულებრივად მიმყავდა სეზონის ბოლომდე, ანუ ზაფხულის სადღაც ბოლოსკენ ზამთარში ხო ხსნიან კომპოტებს, მაგრამ უფრო აი ბოლოსკენ რომ აი ვაჩვენებდი ხოლმე, გინდ გემოგინდა, გინდ რაღაცა ნაყოფი როგორი არის. მაგის მერე იმანაც ესე დაიწყო უკრაინელი იყო ჩემი ხაზიკა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, თავიდან კი მეუბნებოდა მე შინოდა არიქა ეს არ იყოსო, რა ქვია, ბათქი ბუთქი. არ გასკდესო. მაგრამ მე თვითონაც ისე დაიწყო. ესე. არინანებთ გააკეთეთ, სცადეთ. ხო, ღონდეკი იმას, ვინც მეკითხება და აინტერესებთ, იმათ ვეუბნები, თორე ვისაც როგორც გინდა ისე გააკეთებთ. არავის არაფერს არ გასწავლებთ, უბრალოდ მე ვაჩვენებ, მე რას ვაკეთებ და როგორ აი მაგას. დილა მშვიდობის ძვირფასებო როგორ ახართ?
ეს ნათქვამი მქონდა, რომ გეგას დაუშვებ ბაღში მე. გუშინ დღესაც დავბანე, მაგრამ გუშინაც დავბანე, დამბანე. იმდენად უყვართ, ბანაობა, რომ აი დამბანე, ყოველ ჯერზე დამბანე. ხოდა რო დავბანე. კი მქონდა სითბო, მაგრამ რა იყო არ ვიცი, დღეს დილის ხვირიდან საერთოდ სუნთქვაც უჭირდა. რას ჭირს, ამათ ვერ გამიგია ერთი. კვირას რო დავბანე, საერთოდ არაფერი უცებ აქ დავსვი. ამ კარმასთან უცებ თმებით გავუმშრალე. გუშინაც ეგრე გავაკეთე, მაგრამ ასე არ ვარ, რა არის. ხოდა მაგიტო დღეს არ დავიყვანე მასწავლებელზე, დაპირებული მქონდა ბაღში, რომ აუცილებლად მოვიყვან მეთქი და გამიტყდა სიტყვა. მოკლედ რაც არის ეს. გავაკეთე წუხელ ძვირფას მშავეთ. მშავეთს გავაკეთე, ოღონდ ფერი არ მაქვს მე. რო გამეკეთებინა. ჭარხალი არ მიყვარს დიდად და აუ ის იმას რა ქვია კი არ მახსოვს. ჩვენთან სოფლებში რომ მოდის. რასაც ვიყენებთ ხოლმე შავისთვის. არ ვიცი, ალბათ სახლშიც არ აგროვებენ, ჩემები ვერ გავიგე. სულ მქონდა ხოლმე მოვაგროვებდით, დავდიოდით დები ჩვენ. და ესე 3 ლიტრიან კილაში ჩავყრიდი. მარილსაც მივამატებდი. უნდა დაგერჭყლიდა და სულ მქონდა მე აი დასამჟავებლად მჟავესთვის ფერის მისაცემა. ჯანდაბა არ მახსოვს. ფაინაზე მაწერია და ვერ ვამბო. აი გოდე და გეგა ცოტა ჩუმადე. გოდეს მოეწონა სულგუნი ლიკამ რო გამომიგზავნა და ჭერცხელია. ამას გოდე და გეკატალივენ და შენ აგერ დაელოდე. მე მიყვარს მაგარი ჩაი. ჯერ მithქია მე მგონი. ძალიან მაგარი უნდა იყოს. ჩაის გემომი. სულ იყო ჩვენთან ჩემ სოფელში ბავშვობაში დავყავდით შობლებს ჩაის კრეფაზე დავყავდით სამუშაოდ არა თვითონ კრეფდნენ და ჩვენი იქვე ვთამაშობდით უყურებდით რავი ტრიალი მინდორი იყო და იქვე ველოდებოდით ხოლმე ეს როცა სახლში არავინ არ გყავს რომ ბავშვები დაიტოვოს სხვა გზა არ ჰქონდათ მშობლებს და მახსოვს 10 ზოგჯერ 10 ლარიც კი ამერია ვერა ჩემს მარტო და ზოგჯერ მეტიც, მაგრამ მაშინ ის ფული ფულობდა.
არავინ არ ვაკეთებდით ამ ჩაის მაინც. იმიტომ რომ ჩაის ქარხანა იქ გვაქვს სოფელში. ალბათ იქიდან ყიდულობდნენ რაღაც არის. ზოგი ეხა ჩემი და მაგალითად გამოდენიმეჯერ ჩემი რომ გავაკეთა სახლში ჩაი და მაგას გემოვა ისეთი ამებს არა აქვს. აქ ფეიხო ამიდევს გასატარებლად. სამიანი გამოვიდა, აგერ შეფუთული მიდევს. აქეთ კარმა იყო და მაგიტომ აქეთ დავდე ახლა. იმიტომ რომ ტყუილად არ გახმეს ეგ. გეგასთვის კარაქს წავხსნა. აი ასე. დასჭირდება დასვისა. მე მიყვარს ეს მხარე ყველის. შენთვის გაცილდეს ელიკო. ხო, დედა. მოგეწონა ყველი, კაია? გეგა, მოდი. Yeah, but was someone under Boomadiela flying? Yeah, but that looked like the dinosaur. Nom nom. Dinosaur is not that big. Yes. How? How is it so big? Wait, it's massive off a plane. Every giant. So nuclear dinosaur. Dinosaur. გეგა მიდიდა. არა, დღეს არ არის ეგ. ხვალ გაქვს. ხუჩაბა. შენ ხუჩაბაც ამას ხვალ აქვს. გეგა მიდი. ნახე ეხა რატო არ ჭამს? მეგელადე, უცნიანი ხო გიყვარს შენ. გეგა, დროზე ნახე, რამდენზე წაგისთვის სულ ყველას შეჭამ. მოდი და მაგარა ჭიქებსე.
აი როგორ ვარო? სალამა. ხო გამომიწინე, ხა მაინც კარგად მეცინა. კი სამზე გავიწინე, მაგრამ მაინც ხო მეცინა კარგი. მაინც სალაგამა მე წყალს არ ვიყენებ, ხა გუშინ ერთი ჭიქა წყალი არ დამიგრია მე თქვენ რომ მეყოლე. დილით დავიე მე მგონი. უშვიდა ისე ცოტა იმის მერე წყალი არ დამიგრია. წყალს არ ვიყენებ და შეიძლება მაგიტო? წყალს არ ვიყენებ საერთოდ. ხო, აი ეს ის რო აქვს. დასაფილტრი წყლის. თუ ნაკორით გამოუშვით, ისე ასხამს წყალს რო რავი. გეგაგთ, ხო, არის წყალი. დედიკო ცუდად არის. იცი შენ, დედიკო არის ცუდად. ეთია იღებდო? მიდი დედას გული. ეთია იღებული. დედა რამ ხელა ჟოჟღი აქვს, ღმერთო დიდებული. ჩაიდაო. ადა, მოდი. ჩაიდავა. ის არა წამალი. კამფეტები. ეს ახალი გავხსენი ეხლა. ამ თვეში ესეც უნდა ვიყიდო კიდე. Ada super gogoa. Super puper gogo ხარ,დე? იმერცალს აქ ჩავაგდებ. Ამქილებს არ ვაგდებ და არ ვიცი რისთვის მინდა. მეც ეხლა დავიშვები და სანგემრიელად მივიქმნე. მიდი, ადეთ. წყალი მოგიტანე. გეგა, შენ თავს ვიცავ, ტელეფონს არ გაღირსებ არასოდეს. შენ თავს ვიცავ, ტელეფონს არ გაღირსებ არასოდეს. მიდი წამალი დავი. მეც ისე ვარ, ეხლა თითქოს შიგნით არაფერია, უნდა ვჭამო საჭმელი. მიდი დედიკო. გოდეს უყურე რა კარგად ჭამ. გადაეჯერე. ხო ხედავ ცხვირში რა ამბავი გაქვს. მიდი დედას გული. შემოგიგდეს დედიკო, დედა თან მცხვენია კიდევაც, ვიცი, ეხა ბაღში ისე არ იქნებიან ჩემზე, რომ აი რაღაც არ მომყავს ბავშვები, მაგრამ რა ვქნა, აი თქვენ მაინც მითხარით, უყურე როგორ არის. მიდიდე. წაყვანას გადავწყვეტ და მაშინ უნდა დაემართოთ მაინც და მაინც. კიდე ჭკალი დედა, აქეთ ჩამოგიტან ჭიქას დედა. მოდი. დედას გული. ოჩა, გუდი ბულუნდი დალია. ხოცაკები მაქვს ჩამოსატანი და ეს იქ უნდა გავატარო. ხო, არა დედა, შენი შენ გაქვს. ახლა კი გამაცაჯობოს ყველას. მერე სენდვიჩის გაგიკეთებ. კარგი? სოსისი გაქვს. ხო. დაუშვი ახლა და ზარანა. პურიც გვაქვს. პურიც გვაქვს. ის შეჭამეთ, თუ არ შეჭამ არ გავაკეთებ, ხო დედა იქ და დედა ჭიქა არ ჩააგდო იქ სუფთა. იქ დაიდე ნახე.
შენ რომ მოგინდება აიღებ. მე მარტო ჩაი მინდა. წყალს დავლებ მეთქი, მაგრამ დამიტოვა, დალიედე. მიდი დიდიკა ეს შეჭამე, ნახე რა. კანი შენ რო გიყარს. გეგა სენდვიჩის არ გაგიკეთები ცოდე. შენ რო ხედავ ისე ნაგავში ჩავყრი მაგ სოსისს. მე მიგვარ სოსისი. ხო, მე მოვიტანოთ. ჩვენი კომპოტები. გუგუგაგა მაჩვენე კომპოტები. ეს არაფერი არ არის ხალხ. გუგუგაგა მაჩვენე კომპოტები. ძლივს ამოვარჩი ეკარგები. 3 კილა არ ყოფნის მეთქი აი მაგას ვამბობ თორე. საქმეა ეგეც. თუ ატყობთ წითელი კომპოტები არაფერი არ გამიკეთებია, ანუ წითელი კომპოტებში ფულის ხომს უწესებო, წითელი ხილის რამე. ყოველთვის ესე მჭირდა იმის დროსაც. გეგა ჭამე მეთქი. გეგა დედიკო გავბრაზდები და შენ არსად აწაგიო. აი ნახალი. შენ თავს ფიცავარდე. თქვენთვის გთხოვთ ჭამას, ჩემთვის ჭამე მეთქი გეუბნები. რა არის ეს მზე ხა ასე მოადგეს. საცოდავად. თამთამ დამირეკა. დღეს მიდის ქალაქში ისევ და დედა ყველაფერი აქ მიდევს, მაგრამ ჩემს შეუდგენოდა ფოტოებსაც გადავიღებ იქეთ. შევიტან. აი ეს რომ არ მინდა მაგიტო აქ ამ ოთახისთვისაც მოგფარდას რო ვარჩევ. მოქვს რა სქელს მუქია. აია. სიყვარული დედას. მე შენ ქაღალდის მოგცემ. სკამზე და დივანზე ხელი, რამის, შოკოლადიანი ან რამიანი არ ნახო წასული. წასული. ხო გახსოვთ ის რომ მოვიტანე პაჭკი. ქუში მოვიტანეთ ჩვენ ხილიანი. ბოლომდე ერთი ცალი არ არის. ერთი ცალი არ არის. I don't want to go to school. I don't want to go to school. I don't want to go to school. Where is the Dico? Ეხა საახალწლო ძეიმს იწყებდნენ რაღაცა და არ გადაისხადე ის ჭიქაგაცი იმიდალი, ხოჭ. გიგდეს დედიკო. ეხლა მე ხო იცით რომ ჭამა მიყვარს ძალიან. ხამე. დღე არა, ხამე. ხო და ეხლა გადავწყვიტე რომ ესე გავაკეთე. პროსტორეთ ვაკეთებ. რომელი რიცხვიდან გეტყვით? 7-დან. 7-დან ვაკეთებ. ავჭამ 7-ის მერე 7 ნოემბრიდან. ესე უნდა გავაკეთო 25 აგვისტომ
მაქვს ნათქვამი 25 აგვისტომდე ესე ვიქნები და სხვათა შორის ყველაფერს ვჭამ დღის განმავლობაში და თან ბლომად დამიჯერეთ პურიც დავიწყე ყველაფერი ანუ რაც შემხდება ყველაფერს ვჭამ და წარმოიდგინეთ ხალხო 61 კილოდან 59 და 700 ვარ. რამდენი დღეა 7 რიცხვიდან? დღეს 11 ხო? ხო. ამ დღის მანძილზე. ამ დღეების განმავლობაში ესე დავიკე. ასე რომ სწორად დაკლება კი კარგია. რო იძახიან რომ აი ჯანსაღად დამუცილიც არ ჩამოგეწელება რაღაცა, მაგრამ ვჭამ ჩვეულებრივად და იმედი მაქვს რომ არ იქნება მსგავსად. არ ვარჯიშობ ძალიან გაზარმაცებული ვარ ძალიან. არ ვიცი ოდეს მე დავიწყებ თუ არა ვარჯიში. ხოლო ამას ვაკეთებ. 7-ის მერე არაფერს საერთოდ ლუკმას არ ჭრ. აქ არ მიუსვა და არ მომკლა. კარგად მიუსვია. ახლა გინდა ამერე რა. ხო უნდა ჭამო ეგეც ბიჭო. აი ეს. დედიკო ხაღალს მოგცემ, გეხვეწები იქეთ არ მიუსვათ რამეს. ხო. ხელი არ მიუსვათ არაფერს. აიყურე? კარგად დაიკუჭე ხელებში და გაეწმეს და ისედაც მეტყობა. სულ გაბერილი მოცლით რო დავდიოდი, სადღაც შვადღეზე ვიცი ხოლმე ბლომად, როდესაც საათ შევხედავ და უკვე მერე ვერ შევჭამ და ვერ გავძლებ და ცოტა კარგად ვჭამო, კარგად რომ ნაყრდები, ცოტაზე კი მემჩნევა მუცელი, მაგრამ ეგ ეხა ამ დრომდე. ეხა ამას რო დავლევ, ცოტა გვიან შევჭამ რამეს. იქ დაიდე კიდე დაგჭირდება. პური გაწიე აქეთ და იქ დადება კიდაზე. დაიდე იქ. მოკლედ ეს არ ვიცი დიეტა არის თუ რა არის თუ რა სიტყვით რაც არის. მაგრამ ასე გადავწყვიტე და 25 აგვისტომდე არ არის ცოტა დრო და ვიცი რომ გამოვა რაცხა გამოვა. არც შაქარი ამოვიღე და არც არაფერი. ანუ საერთოდ ყველაფერი ჭამ და ბლომად. ასე რომ რა ვიცი რა გითხრათ ხალხო. ძალიან მიჭირს, ვაიმე როგორ მიჭირს, ვერ წარმოიდგენთ როგორ მიჭირს. მაგრამ ეს ისეთია რომ არ უნდა დაარღვიო. გოგოებმა რომ მოითხოვენ რა რომ თქვათ რომ მაგალითად აი რესტორანში წავიდე რა მაგაზეც უარ ვიტყვი მეთქი იმიტომ რომ მარტო წყალში ხო არ გადავიხდი თქო თანხას. ასე რომ ფასებო ესეა ჩემი ამბები. თუ გინდა რამეს მიაღწიო, ცოტა უნდა თავი შეიწუხო და უნდა შევიწუხო თავი, სხვა გზა არ არის. დედა! აბა როგორ გინდა? მოჩი? აჩა! სუპერ ბიჭი ხარ. სუპერ ბიჭი დე. მე თო როგორ მტკივა, რატო მტკივა არ ვიცი. მტკივა არ ვიცი, თან ფეხებიც მძიმედ მაქვს. თუმცა ვიცი. ვიწყეთ, დავიწყეთ უხელბანაობა. ანუ ნახეთ რა არის უცებ თბება წყალი უტყუილია რომ მოუშვეთ ცივია.
სადღაც 1-5 წუთი მაინც უნდა რომ მივიდეს იმ დონემდე მე როგორ იცი ეს ცხელი წყლით მეყვარს საერთოდ ბანაობა ცხელი უნდა იყოს წყალი ხო და ცივით დავიწყე ცივით მომივიდა მე მგონი მაგიტო რამდენი საქმე გესმით მის ხილის პრეზიდენტი ლოგინს იძრობენ ესენი ხამენ სამსადამდე ან ძინავს, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და მეც ვითიშები. ყოველ ჯერზე ვერ ვარ ისე, რომ მაგალითად გადავაფარე. შეიძლება სიცივე მოხდა, იმიტომ რომ უხანი სულ ფანჯრებია. კაი, ის ნაგავში ჩააგდე. წავით. ბედნიერი მშვიდობიან პოზიტიურ. აღარ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით.